თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს. Ამ დროისთვის მწირი ინფორმაცია არსებობს. მოიპოვება ვიდეო კადრი, როგორ ვარდება C-130 ტიპის ხომალდი, რომელიც განჯის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე განიცდის კატასტროფას. აზერბაიჯანულმა ტელევიზიამ გამოაქვეყნა ხომალდის ფრაგმენტების ფოტო-ვიდეო მასალა შემთხვევის ადგილიდან. თურქული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. მათი ბედი დაუდგენელია. საქაერო ნავიგაცია ამბობს, რომ თვითმფრინავი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გაქრა, ისე რომ განგაშის სიგნალი არ გადაუცია. ამ დროისთვის არსებული ყველა ცნობა შეკრიბა თამარ ჭავჭავაძემ და ახლა პირდაპირ ეთერში მოგვიყვება. თურქული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის C-130-ის კატასტროფის ადგილზე სამძებრო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს ამერიკული წარმოების ჰერკულესი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა ის განჯიდან თურქეთში ბრუნდებოდა საქაერო ნავიგაციის განცხადებით მას შემდეგ რაც თვითმფრინავმა საქართველოს ტერიტორია გადმოკვეთა რადარებიდან განგაშის სიგნალის გადაცემის გარეშე გაუჩინარდა. შემთხვევის ადგილიდან უკვე გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელშიც ჩამოვარდნილი ხომალდის ფრაგმენტები ჩანს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა ეკიპაჟის წევრების ჩათვლით ილჰამ ალიევის დავალებით ირაკლი კობახიძეს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი დაუკავშირდა და სამაშველო ოპერაციაში დახმარება შესთავაზა. ცნობილია, რომ ადგილზე ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფები იმყოფებიან, იქ ჩავიდა გელა გელაძეც. გამოძიება ფრენების უსაფრთხოებისა და საჰაერო სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლებით მიმდინარეობს. კატასტროფის შემდეგ ილჰამ ალიევი ტელეფონით ელაპარაკა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს და სამხედროების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა. დღეს თურქეთის ლიდერი ანკარაში საჯარო შეხვედრაზე იმყოფებოდა და კატასტროფის შესახებ ინფორმაცია მას სიტყვით გამოსვლისას მიაწოდეს. ღრმად დამწუხრებულები ვართ, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა ჩვენმა სამხედრო თვითმფრინავმა C-130-მა, რომელიც აზერბაიჯანიდან მოფრინავდა. გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია ორივე ქვეყნის ხელისუფლებებთან სამძებრო სამაშველო სამუშაოების კუთხით. იმედი მაქვს, რომ შემთხვევის შედეგად მსხვერპლი მინიმალური იქნება. ღრმად დამწუხრებული ვართ სამხედროს დაღუპვით საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, რომელიც განჯიდან მიფრინავდა. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას ამ მძიმე წუთებში. ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს და ჩვენს მოწმე თურქ ხალხს. სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავს ჰერკულეს C-130 ამერიკული კორპორაცია Lockheed Martin აგებს და შეერთებული შტატების გარდა მთავარ სამხედრო სატრანსპორტო ხომალდად მიიჩნევა ნატოს არაწევრ და წევრ ქვეყნებში. თურქეთის ჩათვლით მას რეგულარულად იყენებენ როგორც სამხედრო პერსონალის გადასაყვანად, ასევე ლოგისტიკური ოპერაციებისთვისაც. გასულ კვირას ბაქოში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა, რომელსაც პირადად ესწრებოდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. ამ აღლუმში მონაწილეობდნენ თურქის სამხედრო მოსამსახურეებიც და თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო ბერთმფრენებიც.